იცოდეთ საქმე ვისთან გაქვთ, შეცდომით ნუ გაანაწყენებთ ისეთ ადამიანს, რომლის განაწყენებაც არ ღირს. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვიხილავთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონს, უფრო კონკრეტულად კი მე-19 კანონს. კანონის ფორმულირება. სოფლიოში მრავალი ტიპის ადამიანი არსებობს და ვერასოდეს იქნებით დარწმუნებული, რომ თქვენ სტრატეგიაზე ყველას ერთნაირი რეაქცია ექნება. ზოგიერთს თუ მოატყუებთ ან ხრიკით აჯობებთ, ისინი მთელი ცხოვრება შურისძიებისთვის ხელსაყრელი მომენტის დადგომას დაელოდებიან. ისინი არიან ცხვრის ტყავს ამოფარებული მგლები. თქვენი მსხვერპლი და მოწინააღმდეგე გულდასმით ამოირჩიეთ. შეცდომით სხვა ადამიანი არასოდეს გაანაწყენოთ ან მოატყუოთ. ასე ვიტყოდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვეთანხმებით თუ არა რობერტ გრინს ამ კანონში და მის განმარტებაში, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად პრაგმატულია თუ თხილად იქნებით ზოგადად, როდესაც ადამიანს ატყუებთ ან რაღაცა მახეს უგებთ, იმიტომ რომ შეიძლება მაგ ბრძოლაში მოგებულები დარჩეთ და მერე საბოლოო ჯამში ომი წააგოთ და ძველი ელენე იტყოდა, რომ მეც იმ ადამიანების კატეგორიაში გავდიოდი, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ იცოდე საქმე ვისთან გაქვს და შეცდომით ნუ გაანაწყენებ ამ ადამიანს. არ იყო რომ ესე ბოღმა ან ფიქრები მომყვებოდა ადამიანებზე დიდხანს, ვინც მაწყენინა ან რამე ცუდი გამიკეთა, მაგრამ სადღაც ბუნდოვნად ყოველთვის მახსოვდა და მნიშვნელობაც ჰქონდა ამ ესე ვთქვათ მახსოვრობას და შეიძლებოდა მომავალში მეფიქრა, რომ რაღაცნაირად შურისმაძიებელი ყოფილიყავი, ოღონდ არა, ეხლა კლასიკური გაგებით არავის გავაკიდებოდი და ვცემდი ან რაღაც გავსი, მაგრამ ნუ რაღაცაში ხელი შემეშალა, ან არ დავხმარებოდი, ან ნუ აი რაღაცა იყო ჩემში ესეთი, მაგრამ ეხანდელი ელენე აღარ არის ეგეთი ნამდვილად და ყველა წყენა, ტრავმა, ბრაზი მაქვს გაშვებული, ამიტომ ამ ეპიზოდს თუ ნახულობს ვინმე ისეთი, ვისაც გონია, რომ მაწყენინა ან შეიძლება რაღაცა ესე ვთქვათ გულისტკენა მქონდა, შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, გამოიწეროს კიდევაც ჩემი არხი, მხარიც დამიჭიროს და თუ უნდა კომენტარიც დამიწეროს, იმიტომ რომ ყველაფერი ნაპატიები მაქვს და აქვე ვიტყვი, რომ ნაპატიებთან ერთად აღარც მახსოვს უბრალოდ და რა თქმა უნდა მეც არ ვარ უშეცდომო ადამიანი, ბევრჯერ ნებით, ბევრჯერ უნებლიეთ მიტკენინებია გული სხვებისთვის და ეს შეიძლება უფრო სამსახურის გარეთ, ესე ვთქვათ, სივრცეებში, სამსახურში ნაკლებად, იმიტომ რომ იქ მაინც უფრო ემოციების გარეშე ურთიერთობები იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემ ნაწილში ძირითადად ასე იყო, თუმცა არა აქვს მნიშვნელობა რომელ სივრცეში, მართლა გულწრფელად ვუხდი ბოდიში და შემიძლია რომ საკუთარი გამოცდილება გავუზიარო, რომ მას შემდეგ რაც მე რადიკალური პატიება, უპირობო პატიება შემოვიტანა ჩემს ცხოვრებაში, მოვიპოვე შინაგანი სიმშვიდე, ჩემი გონება, სული და სხეული ჰარმონიულად არის ერთმანეთთან და აღარ ვიმძიმებ თავს ნეგატიური ფიქრებით და ასევე ენერგიით. აქედან გამომდინარე, მაპატიეთ და როცა შეძლებთ, ან შეიძლება ვერ შეძლოთ, მაგრამ მაინც გთხოვთ, რომ მაპატიოთ და ზოგადად ამ კანონთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა ძალაუფლების მოპოვება გინდათ თუ არ გინდათ, პრაგმატულიც კი არის, რომ ეცადოთ თითქმის არავის აწყენინოთ წინასწარი განზრახვით. ან
არ თქვათ ისეთი ტყვილი, რომელიც დააზიანებს სხვას. აქ თეთრ ტყვილებზე და დამაგვიანდა, იმიტომ რომ საცობში ვიყავი თუ გვიან გამოვედი, ესეთ რაღაცეებზე არ არის ლაპარაკი, არის ისეთ რაღაცეებზე, როდესაც შენ სარგებლის მიღების მიზნით მეორე ადამიანს აზიანებ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ რობერტ გრინის განმარტებას გავცდეთ და ზოგადად ძალიან ფრთხილად ვიყოთ იმისთვის, რომ არ გავანაწყენოთ არავინ, იმიტომ რომ ეს განაწყენება ჩვენ გვვნებს, ჩვენ გვამძიმებს და პლუს მერე რაღაცნაირად გვამყოფებს ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცით ეს ყველაფერი უკან როდის დაგვიბრუნდება, ზოგს ჯერა კარმის, ზოგს ცოდვის, სხვადასხვა განმარტება შეიძლება მიეცეს რისი ჯერა და ეშინია, მაგრამ ზოგადად ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო ნაკლებს ავნებ სხვას, მით უფრო ნაკლებს გავნებენ შენ. მე ასე მჯერა ყოველ შემთხვევაში და ჩემი ცხოვრება ამას მიჩვენებს და ვიყოთ ფრთხილად, როცა საქმე ეხება მეორე ადამიანის ბედს და ცხოვრებას. ავტორი გვეუბნება, რომ ზოგადად ადამიანები შეიძლება დაიყოს 5 ტიპად, იმის მიხედვით თუ ვის ვატყუებთ, ან არ ვიცი, გულს ვტკენთ. პირველი არის გულზვიადი და ამპარტავანი ადამიანი, მეორე არის საკუთარ თავში ავადმყოფურად დაურწმუნებელი ადამიანი, მესამე არის მისტერ ეჭვი, მეოთხე არის გულღრძო გველი და მეხუთე არის არაფრით გამორჩეული, უპრეტენზიო და ხშირად უჭკუო ადამიანი. ისე მოხდა, რომ ჩემს კარიერას გადავავლე თვალი და 5-ვე ტიპის ადამიანი ამოვიცანი სხვადასხვა ჩემს თანამშრომელში და მათ მაგალითებზე ვაპირებ, რომ გესაუბროთ, თუმცა რა თქმა უნდა სახელს და გვარს არ დავასახელებ. გულსვიადი და ამპარტავანი ადამიანი შესაძლოა თავიდან ამას მალავდეს, მაგრამ ასეთი ადამიანის თავმოყარეობის შელახვა მას მეტისმეტად საშიშად აქცევს. საკმარისია შენიშნოს უპატივცემულობის ან მისი უგულებელყოფის უმცირესი ნიშანის კი, რომ ეს გამოიწვევს მასში დაუოკებელ მრისხანებასა და ძალადობას. ასეთი იყო ჩემს ერთ-ერთ სამსახურში ჩემი უფროსი. საერთოდ არ აინტერესებდა არაფერი, არც მუშაობა, არც რამის შექმნა, ოღონდ მთავარი იყო, რომ მის ამ იმიჯს, რომ ის იყო პროფესიონალი, საქმიანი, მშრომელი, საქმეების მომგვარებელი, ვთქვათ, ბზარი არ გაჩენოდა და ვინმეს არ შეეტანა ეჭვი ამ ყველაფერში და ის ადამიანი, ვინც განაპირობებდა იმას, რომ სხვებს ეჭვი ეპარებოდათ ამ ჩემი უფროსის, ესე ვთქვათ, რეპუტაციაში და იმიჯი განწირული იყო წარუმატებლობისთვის, სამსახურიდან გაშვებისთვის და ასე შემდეგ და ამიტომ მახსოვს კიდევაც ერთ-ერთ შეხვედრაზე რაღაცა ისეთი ძალიან მარტივი იურიდიული კითხვა დაისვა სხვა ადამიანის მიერ, მე და ჩემი უფროსი ვიყავით, ჩემო უფროსმა არასწორი პასუხი გაცა, ოღონდ აი ისეთი, როგორც რომ თეთრზე თქვა ყვითელია, ანუ უნდა იცოდე წესით იურისტი რო ხარ, რომ თეთრი თეთრია, არის ზოგიერთი ესეთ შემთხვევა, მაგალითად კანონში განმარტება კონკრეტული ტერმინის არის ასე. და მე იმ კითხვის დამსმელმა მე გამომხედა, იმიტომ რომ ის მიხვდა, რომ არასწორი იყო ჩემი უფროსის პასუხი, რომ აი შენ გვიპასუხე სწორად და მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცოდი, რომ ამით არასწორ პასუხს ვამბობდი, ჩემი უფროსი იმდენად დიდგულა, ამპარტავანი, გულზვიადი თუ ასე შემდეგ იყო, რომ დავუდასტურე, რომ არა, ჩემი უფროსი ამბობს სწორად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სამსახურს
დავკარგავდით, ან მაშინ ისეთი კარიერის შუაში ვიყავი რა, აი შუაში შევდიოდი, არ მქონდა ისეთი ფუფუნება, რომ მაინც და მაინც ჩემი აზრები მეფრქვია, მაგრამ აი გადავყლაპე ის ფაქტი, რომ ეხლა ჩემზეც იფიქრებენ, რომ რაღაც არ ვიცი და მოკლედ არ დავაფიქსირე, საწინააღმდეგო აზრი კი არა, სწორი აზრი. და ნამდვილად ვეთანხმები ავტორს, რომ ადამიანი, რომელთანაც საქმე თუ არ დაკავშირებული, თუ არის გადაჭარბებულად მგრძნობიარე და ქედმაღალი, უნდა გავასწროთ, უნდა გავეცალოთ. რასაც მისგან ველით, ეს ნამდვილად არ ღირს მასთან ურთიერთობად. ანუ რაც არ უნდა დიდი სარგებელი მოქონდეს, ბევრს სწავლობდეთ, ბევრს ფულს შოულობდეთ, ჩათვალეთ, რომ ძიხართ ნაღმზე, რომელიც არ იცით, როდის აფეთქდება და კი, იქამდე ეს ყველაფერი სარგებლიანი იქნება, სანამ აფეთქდება, მაგრამ შეიძლება აფეთქდეს 2 დღეში და შეიძლება აფეთქდეს 20 წელში, მაგრამ აფეთქება იქნება გარდაუვალი და პლუს, ანუ დაკარგავთ ამ ურთიერთობას, დროს, შეიძლება ფულსაც, რეპუტაციასაც, კონტაქტებსაც. ადამიანი, რომელიც არის ჰიპერმგრძნობიარე და ესეთი ძალიან ქედმაღალი ამპარტავანი, უნდა დისტანცირდეთ. თუ არის სიტუაცია, რომ ხა მთლიანად ვერ წყვეტთ ურთიერთობას, იმიტომ რომ ან თქვენი ნათესავია, ან არ ვიცი, გიყვართ, ან რაღაცით დავალებული ხართ, დისტანცირება არის საუკეთესო გამოსავალი. მეორე ტიპი არის საკუთარ თავში ავადმყოფურად დაურწმუნებელი ადამიანი. ანუ ადამიანი, რომელსაც აკლია თავდაჯერებულობა კი არა, რომელსაც ძალიან აკლია თავდაჯერებულობა და როგორც წესი, ეს არ ეტყობა გარეგნულად, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაიფაროს ეს მისი თავდაუჯერებლობა. მე მქონდა ესეთ ადამიანთან მუშაობის გამოცდილება და მე ვერც კი ხვდებოდი, რომ ეს ადამიანი დაახლოებით მაინც შეიძლება იყოს თავდაუჯერებელი, მაგრამ ისევ და ისევ დრომ და ურთიერთობამ გვაჩვენა, რომ მისი თავდაუჯერებლობის გამო სხვა ადამიანის დასჯა და გაწირვა იყო ჩვეულებრივი მომენტი მისთვის. და რატო? ყველაფერი, რაც მას ჰქონდა ნაკლი, ოღონდ ნაკლი თავისი აღქმით და არა ჩემი აღქმით ან სხვისი შეფასებით, თუ ხედავდა სხვაში, რომ იმ ადამიანს აქვს, ამის გამო შეეძლო, რომ ამ ადამიანისთვის ზურგს უკან თუ შესაძლებლობა ჰქონდა პირდაპირ გადაეარა და ჩვენ ორს მაგალითად ძალიან სასაცილო მაგალითი გვქონდა. და ესეთი შემთხვევა ჰქონდა ჩვენ ორს. ოღონდ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიყავით, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ვიყავით. მოკლედ, ჩემს ოთახში რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ Wi-Fi არ მუშაობდა და ერთდროულად უნდა შევსულიყავით ერთსა და იმავე ზარზე და ვიცოდი, რომ ისიც უნდა შემოსულიყო ამ ზარზე და ამიტომ წავედი ჩემი ლეპტოპით, ესე ვთქვათ, მის ოთახში, რომ ერთად შევიდეთ, ხო, რადგან ჩემთან ინტერნეტი არ არისო და აი უკვე ზარი იწყებოდა რა და იმის დროც არ მქონდა რომ ცალკე მიმეწერა და რაღაცა და დავაკაკუნე ოღონდ და ისე შევედი და მეთქი ესეთი სიტუაციაა თქვა არ არის თქვა ინტერნეტი და შენგან შევალ თქვა და კიო დაჯექიო ერთად შევიდეთ და ნუ დავჯექი მის მაგიდასთან და ავტომატურად რაღაცა ანუ დავხედე რა მაგიდას და მაგიდას რომ დავხედე დავინახე რომ ამ ზარისთვის ანუ მთლიანად ესე ტექსტი ქონდა ინგლისურად დაწერილი ანუ წინასწარ ისი თქმაც უნდა და ლაპარაკიც. მაგრამ არაფერი რა მოხდა. მეც ამ ვიდეოებისთვის წინასწარ ვემზადები, ვხაზა, ვწერ, რა ვიცი, აი ნახეთ. ესე ვამუშავებ მოკლედ ყველაფერს მიუხედავად იმისა, რომ ქართულია და უბრალოდ რატომ დამამახსოვრდა, რომ დაინახა მე დავინახე ეს ფურცლები, სასწრაფოდ გადააბრუნა ეს ფურცლები და ნუ ზარზე რო შევედით, თითქმის არ ილაპარაკა, რაც ილაპარაკა ძალიან დაბნეული იყო და აი ძალიან აჭრა ამ მომენტმა, რომ მე დავინახე მისი გადმოსახედიდან თითქოს მან არ იცოდა ინგლისური. არ იცოდა თუ იცოდა ამ ვიდეოში არ ვიტყვი, იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს. უბრალოდ ის ფაქტი, რომ
მე დავინახე მისი სუსტი წერტილი, თითქოს ინგლისური იმდენად კარგად არ იცის, რომ წინასწარ ამზადებს და ფურცელზე წერს რაღაცებს, გაუჩინა ჩემს მიმართ არ ვიცი საშინელი რა დავარქვა, ზიზღი თუ კონკურენტუნარიანობა, აი თითქოს მისი ეს თავდაუჯერებლობის წყარო თუ მიზეზი, რომ დავინახე, იმდენად მოწყვლადი გახდა, რომ ამ მოწყვლადობის გამო ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს გადაეფარა და ამ აი ესეთი პატარა უწყინარი ინციდენტის გამო, რომელიც ესე ვიღაცამ რომ მოყვეს სასაცილოც არ არის, საერთოდ არაფერი არ არის, გადამეკიდა და იმ დღის მერე სანამ იმ სამსახურიდან სხვაგან გადავიდოდი, მოკლედ სულ ცდილობდა, რომ ჩემთვის რაღაც დაეშავებინა და მივხვდი, რომ როდესაც შენ გაქვს ურთიერთობა ესეთ თავდაუჯერებელ ადამიანთან, რა როდის გადაუბრუნდება თავში, რომ შენ მას შეუტიე, ან შენ რაღაცაში ჯობი ხარ, შეიძლება თმისამაგრი გეკეთოს უკეთესი მისი აღქმით და შეფასებით და მაგიტო შეზიზღდა, შეიძლება უკეთ მეტყველებდა, შეიძლება არც მეტყველებდა და იმას ეგონოს, რომ მეტყველებდა ამოგიჩემოს. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავში ავადმყოფურად დაურწმუნებელ ადამიანებს გაეცალეთ, რაც შეიძლება სწრაფად და Wi-Fi-ს თუ არ გექნებათ ოთახში, არ ვიცი, სხვაგან წადით და სხვა ოთახიდან იმუშავეთ, იმიტომ რომ მართლა შეიძლება არც არაფერი დაგიშავდეთ, მაგრამ სამსახურში კიდე ამ ნეგატივში რესურსის დახარჯვა ადგილას, სადაც ისედაც არის სტრესული გარემო და რაც არ უნდა ისეთი სამსახური იყოს, რომ შეფრთიანებული დადიოდეთ, ზოგადად ადამიანისთვის რაღაცა ერთ ოთახში ჯდომა 9-დან 6-მდე არ არის ბედნიერების მომტანი. მე ამის ყოველ შემთხვევაში გულწრფელად მჯერა, რომ გრძელ ვადაში არავინ, არც კაცი და არც ქალი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ ესეთ რუტინაში იყოს ორშაბათი, პარასკევი, ესეც ყველაზე კარგ შემთხვევაში რაღაცა შუშის შენობაში. ეხლა გადავედით მისტერ ეჭუზე. ზემოთ ნახსენებთ და კიდევ ერთი ვარიაცია, მომავალი იოსებ სტალინი გარშემო მყოფებში იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს, როგორც წესი ყველაზე უარესის და წარმოუდგენია, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის. მისტერ ეჭვთან მუშაობის გამოცდილებაც მაქვს. ჩემს ერთ-ერთ სამსახურში CEO და დამფუძნებელი იყო. თუმცა ბოლო წლებში არ იყო ეგრეთ დიეჭვიანი, მაგრამ მანამდე ყველა დეპარტამენტის უფროსის ქვეშ, სულ ყველა საქმიანობაში ერეოდა. ის იყო საუკეთესო იურისტიც, ის იყო საუკეთესო ფინანსისტიც, ბუღალტერიც, HR-იც, აი ყველაში და ყველაფერში იყო ჩარეული, რაღაცა იყოვნიდა, აი რაღაცა ძალიან მარტივ შეცდომას და ამაზე აეგებოდა, რომ აბა ეხა გაამზადეთ ანგარიშები და ყველაფერი შეამოწმეთ და აუდიტი თავიდან გააკეთეთ, ანუ ძალიან ეჭვიანი იყო, თან ამ კომპანიის მიმართ ჰქონდა აი ესეთი რაღაცა მიკუთვნებულობა ძალიან ძლიერი და მესმის აბსოლუტურად რატომაც, ამიტომ ამ ადამიანს არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ იყო ძალიან ეჭვიანი და ეს ეჭვიანობა მისთვის იყო დამაზიანებელი და ერთი ადამიანი, რომელიც იყო მისი მარჯვენა ხელი, ნამდვილად ამ ეჭვიანობას ისე წარმართავდა სხვების მიმართ, რომ ყველასთან უძაბავდა ურთიერთობებს, ყველასთან რაღაცა უყრიდა ისეთ მინიშნებებს, რომ აი ის ხო არ გატყუებს, ის სამსახურიდან მიდის, იმან ხელფასის მომატება, იმიტომ გთხოვა, რომ უნდა 2 თვეში წავიდეს და მეტი ბონუსი აიღოს და ასე შემდეგ და რეალურად თვითონ ეს მარჯვენა ხელი ძალიან დაუახლოვდა იმის ხარჯზე, რომ ყველა სხვა დანარჩენის მიმართ გაუჩინა ეჭვები. ეჭვიან ადამიანთან ერთად მუშაობა არის რთული, მაგრამ შესაძლებელია, რომ შენს მიმართ გაუჩინონ ნდობა, თუ ნამდვილად გულწრფელი ხარ და პლუს, როდესაც შეცდომას უშვებ აღიარების თუ არ გეშინია, იმიტომ რომ რაც უფრო დიდ შეცდომას უფრო მარტივად აღიარებ, ხვდება
რომ პატარას უფრო მარტივად აღიარებ და შესაბამისად შენ მიმართ ეს ეჭვიანობა აღარ აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ამ ადამიანთან. მეოთხე ტიპი არის გულღრძო გველი. მოტყუებული ან ნაწყენი ასეთი ადამიანი არაფერს შეიმჩნევს. ის მოთმინებით მოიცდის, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონის. მერე როცა მისი დრო მოვა, შურისძიება ცივსისხლიანი და უზუსტესი იქნება. როგორც წესი, ცივი და უგრძნობელია. თუ კი უნებლიეთ შეეხეთ ან ბოლომდე გაუსწორდით, ან სასწრაფოდ გაეცალეთ. ანუ არ გირს ესეთი ადამიანის გადაკიდება და თუ უნდა გადაიკიდოთ და მოატყუოთ და გული ატკინოთ და რაღაცა მახე მოუწოთ, მაშინ ბოლომდე გაანადგურეთ. და რა თქმა უნდა, ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე, ესეთ ტიპთანაც მქონდა შეხება, ესეც იყო ჩემი უშუალო უფროსი და შემიძლია ვთქვა, რომ მისი გადაკიდება ვთვლი კორპორატიულ სამყაროს მიღმაც არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანის გადაკიდების ტოლფასი, იმიტომ არა რომ კრიმინალურია ან რაღაცა ეგეთი ფიქრები ან ცხოვრება აქვს, პირიქით ძალიან ისეთი სწორხაზოვანი, ფოკუსირებული საერთაშორისო კორპორატიული იურისტის კარიერა მქონდა და აქვს. უბრალოდ არ ეტყობოდა გარეგნულად, რომ შეიძლება იყოს ესეთი ბოღმა და ესეთი ცივსისხლიანი, მაგრამ მოკლედ მოხდა ესეთი სიტუაცია, რომ კომპანიის დამფუძნებელთან მოუვიდა კონფლიქტი ზარზე. კომპანიის დამფუძნებელმა დაახლოებით ესეთი შინაარსის რაღაც უთხრა, რომ რომ შენი აზრი არ მაინტერესებს ამ საკითხზე, უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც ვამბობ, იმიტომ რომ შენ არ გაქვს ბიზნესის კეთების გამოცდილება და მე მაქვს და შენ იურისტი ხარ. რაღაცა ესეთი შინაარსი იყო და იქ არაფერი, მე ეს კაცი წავიდა თუ გაუშვეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ იქ აღარ მუშაობდა. და მიუხედავად იმისა, რომ დრომ გაიარა, მე ის ამ სამსახურში მუშაობდა კიდე რამდენიმე თვე, საუბარში ბოლოს როცა უკვე სამსახურიდან მიდიოდა, თქვა, რომ მე იქამდე არ დავისვენებ, სანამ ამ დამფუძნებლის სახელი და გვარი თქვა, იმის თავს არ მომიტანენ ვერცხლის თასზე. რო გადმოვთარგმნო ესე თქვა და მივხვდი, რომ სად დაერხა იმ მეორეს რა, იმიტომ რომ ის კი არ იყო უბრალოდ მუქარა და რაღაცა, როგორ ვთქვა, შურისმაძიებელი კაცის სიტყვები გასული იყო, რამდენიმე თვე აფექტი რო ყოფილიყო, იმ წამიერი და იმ წუთიერი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მივხვდი, რამდენად ღრმა იყო, რამდენად დიდი იყო მისი ეგო და რამდენად ვერ აიტანა ის, რაც უთხრეს. ვერ გადაყლაპა, ვერასდროს ვერ გადაყლაპავს, ვერასდროს ვერ გადაამუშავებს და თუ გავიგებ, რომ იმ დამფუძნებელს რამე პრობლემა შეექმნა, არ ვიცი, რაღაცნაირი სიტყვაზე, ჯანმრთელობის, ან იურიდიული, ან ნებისმიერი ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ჩემი ყოფილი უფროსის ხელი ირიბად მაინც არ ურევია ან ენერგიების გაცვლის და გაგზავნის დონეზე, იმიტომ რომ ეგეთ ცივ თან გულნატკენ, თან ისეც ყველაფერზე წამსვლელს, ოღონდ კანონის ფარგლებში ადამიანს მე არ ვიცნობ და უნდა მოერიდოთ ძალიან ეგეთ ადამიანებთან მტრულ ურთიერთობას, მტრულ კი არა, მეგობრულსაც, იმიტომ რომ მეგობრობასა და მტრობას შორის რაღაცა ერთი ნაბიჯია ხოლმე განსაკუთრებით, როცა ეს სამსახურს კონკურენციას და ეგეთ სივრცეს ეხება. მეხუთე კატეგორია არის არაფრით გამორჩეული, უპრეტენზიო და ხშირად უჭკუო ადამიანი
და ამაზე მახსენდება ერთი ჩემი კოლეგა, რომელიც სამსახურიდან გაუშვით და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ესე ვთქვათ, ეს ადამიანი ან იჩივლებდა, ან რამე პრეტენზია ექნებოდა კანონის დაცვით გაუშვით, კომპენსაცია რაც იყო კანონით გათვალისწინებული 2 თვით იმაზე მეტი გადავუხადეთ და იმიტომ რომ ვერ გაიგო რატო გაუშვით, ანუ სხვა ქვეყნიდან გადავიყვანეთ სხვა ქვეყანაში და 6 თვეში სამსახურიდან გაუშვეს. უთხრეს რომ რეორგანიზაციაო, ვერაფრით ვერ მიხვდა, მაშინ 6 თვის წინ არ იცოდით? რატო წამომიყვანეთ რა იქიდან და ეგ ლოგიკა ნამდვილად ლოგიკის ზონეზე როგორც ადამიანს მესმის, უბრალოდ კომპანიას თავისი ინტერესები აქვს და აქვს უფლება რომ ცვალოს სტრატეგია, მაგრამ გათვლა იყო რომ რაღაცა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანია რა, ანუ არც ქარიზმა აქვს, არც მკაცრია, არც მეგობრული, აი რაღაცნაირია და როგორც ხვები გაუშვით, ამასაც ეგრე გაუშვებთ. მოკლედ იმან იჩივლა, გაგვაფრთხილა ოღონდ გიჩივლებთო და არავინ არ დაუჯერა. მოიგო ორივე ინსტანცია სასამართლოში და 1 წლის ანაზღაურებაც აიღო ხელფასის. აქედან გამომდინარე, აი ის რომ ესეთი ადამიანი არ უნდა გვეგონოს თუ ვაწყენინებთ, რომ იმიტომ რომ რაღაცნაირი ისეთია უპრეტენზიო და არაფრით გამორჩეული სამაგიეროს არ გადაგვიხდის, არ არის ეგრე, იმიტომ რომ ჯერ ერთის ყველას აქვს თავისი შინაგანი ეთიკა, შინაგანი კრიტერიუმები, რის იქითაც არ გპატიობს სიტყვაზე ცვლილებას, უპატივცემულობას, ქაოსს, არეულობას და აქაც გვეუბნება ავტორი, რომ ისინი რამე განსაკუთრებული ტიპის საფრთხეს კი არ შეგვექმნიან, როგორც მაგალითად გულღრძო გველი ან საკუთარ თავში ავადმყოფურად დაურწმუნებელი ადამიანი, უბრალოდ დაგვახარჯინებენ დროს და რესურსს და გულს მაინც მოიფხანენ და იმას მიიღებენ, რასაც სამართლიანად, ესე ვთქვათ, თვლიან, რომ უნდა მიეღოთ და დასკვნა არის ეს, რომ თუ ადამიანი არის ძალიან მგრძნობიარე, თავდაუჯერებელი, აქვს ძალიან ბევრი კომპლექსი, ოღონდ კომპლექსი ყველას გვაქვს, ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ვიღაცას რაღაცა აქვს ძალიან დიდი. დაფიქრდით, რამდენად შესაძლებელია ამ ადამიანთან ერთად ისე მუშაობა, რომ აი ამ კომპლექსებთან თქვენ არ მოგიწიოთ შეხება, იმიტომ რომ როგორც წესი, ისინი არ გვპატიობენ იმას, რომ მივუხვდით რა არის მათი კომპლექსი. როგორც ჩემმა კარიერამ გვანახა, რომ ინგლისურის ისე რაცოდნად შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ძალიან დიდი კომპლექსი და თუ მივხვდი, მერე შენზე გადაკიდების, ესე ვთქვათ, საფუძველი. ავტორის დარიგება. არასოდეს ენდოთ გარეგნობას, გარეგნულ შთაბეჭდილებას. ადამიანმა გველის გულით შეიძლება გულკეთილის ნიღაბი მოირგოს საკუთარი არსის დასამალად. ერთი შეხედვით პირქუში ადამიანი კი სინამდვილეში მშიშარაა. ისწავლეთ საფარველს მიღმა დანახვა და მსგავსი წინააღმდეგობების ამოცნობა. არ ენდოთ იმ ვერსიას, რომელსაც თავად ადამიანი გთავაზობთ. ძალიან ხშირად ის შორს დგას სინამდვილისგან. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ სამსახურში როცა იწყებთ ურთიერთობას, კარგი იქნება თუ ამ ურთიერთობებს დაცლით თქვენი მოლოდინებისგან და ვაუ, რა მაგარი ადამიანია, ჩემი საუკეთესო მეგობარია, ვაიმე როგორი სანდო, არ გინდათ ეს რაღაცაები, დრო მიეცით ყველა ადამიანს იმისთვის, რომ ააშენოს თქვენი ნდობა, აი ყოველდღე რაღაცა პატარა აგური დადოს. იმისთვის, რომ მერე არ ჩამოგეშალოთ ეს თქვენი წარმოდგენები და მოლოდინები და ესე ვთქვათ, არ დაზიანდეთ. სამსახურში არ არის საჭირო, რომ პირველივე წამიდან ყველას ენდობოდეთ და ყველას მეგობარი იყოთ. შეგიძლიათ, რომ უბრალოდ დააკვირდეთ. საშუალება მისცეთ, რომ გაიხსნას, სიტუაციებში გამოცადოთ ერთმანეთი არა მარტო თქვენ, არამედ იმანაც და მერე შეიქმნათ წარმოდგენები და მე იგივეს მაგალითად არ გირჩევთ სამსახურის გარეთ, იმიტომ რომ მე თვითონ ადამიანი ვარ, რომელიც ადამიანს რომ ხედავს, ავტომატურად უჩნდება ნდობა. აი
ადამიანი ვარ მე, ანუ ისიც ადამიანია, მას აქვს სული და რაღაცნაირად აი ეს common sense-ის ხარჯზე, რასაც ეძახიან common sense, ვენდობი ავტომატურად, მაგრამ სამსახურში მართლა ბევრი შემთხვევა მახსენდება და სახეებად მახსენდებიან. ეხლა როცა აი ესეთი გულკეთილი, საყვარელი, ნაზი, რაღაცნაირი ადამიანები იყვნენ და ეგენი აღმოჩნდნენ ყველაზე გამწირავი და ისეთი ცივსისხლიანები. აქედან გამომდინარე, ნუ გადმოიტანთ თქვენ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს პირადი ურთიერთობებიდან, ოჯახიდან, მეგობრებიდან გამომდინარეს სამსახურეობრივ სივრცეში. სამსახურეობრივ სივრცეში ყოველთვის გვმართებს მეტი ყურადღება, თავშეკავება და ფიქრი, იმიტომ რომ იქ ადამიანები იყრიან თავს იმისთვის, რომ წინ წავიდნენ, ერთმანეთს გაასწრონ, განვითარდნენ, ძალაუფლება მოიპოვონ, მეტი ხელფასი ჰქონდეთ და ყველა არის მეტნაკლებად ერთმანეთის კონკურენტი. რაც შეეხება საპირისპირო მოსაზრებას, ავტორი გვეუბნება, რომ ამ კანონს არ გააჩნია საპირისპირო მოსაზრება, არც კი იფიქროთ მსგავსი შემთხვევების მოძიებაზე, დროის დაკარგვა. და მეც ასე მგონია, სასტიკი ადამიანი არის ყველასთან სასტიკი, თუ მას გული ეტკინა. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ, ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ვაწყენიოთ და თუ ვაწყენინოთ, შეიძლება ბოდიშის მოხდა ძალიან კარგი გამოსავალი იყოს, ან კომპენსაცია იმის, რომ ადამიანს ვაწყენინეთ. სულ ეს არის ჩვენი მე-19 თავის განხილვა, ანუ მე-19 კანონის და ძალიან გთხოვთ, რომ ხარი დაუჭიროთ ჩემს არხს, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ვისაც დაახლოებით ეს თემები აინტერესებთ და დროებით.